გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში საზოგადოებრივი მომსახურებებით მოსახლეობის კმაყოფილების დონე შეაფასა. კვლევის მიხედვით მოქალაქეების ნახევარზე მეც არ მოსწონს შიდა გზები. სახანძრო და სამაშველო სამსახურები 22%-ისთვის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია. კანალიზაციის სისტემა მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია. სოფლების 60%-ს არ აქვს ცენტრალური წყალმომარაგება. არის რამდენიმე საკითხი, რომლის მიმართ მოქალაქეების კმაყოფილების დონე აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. რა თქმა უნდა, ეს რთული თემაა, მაგრამ საქართველოს შესაბამისი ვალდებულება აიღო, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ჭრილშიც. კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა არასამთავრობო სექტორისთვის. კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ანგარიშმა ფინანსებთან დაკავშირებული სისტემის ცვლილების აუცილებლობა დაადასტურა. კვლევის შედეგები საგულისხმოა და მოსალოდნელიც იყო, რომ ასეთი შედეგები იქნებოდა, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც თვითმმართველობების საკუთარ უფლებამოსილებაშია, წლების განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა, თვითმმართველობების შემოსავლები თუ არ გაიზარდა, ეს პრობლემები კიდევ წლების განმავლობაში იქნება მოსაგვარებელი. პრობლემების არსებობას არც ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები უარყოფენ. მთლიანად სოფლებში უმრავლესი მმართველობით არის გზების პრობლემა. რა თქმა უნდა, საკანალიზაციო ქსელი არ არის უმრავლეს სოფლებში მოწყობილი და რა თქმა უნდა, ნაგავი ან ნარჩენები არ გაიტანება. ამ პრობლემის მოგვარება ახლა არჩევნებიდან რამდენიმე თვეა გასული, ეს არის პროცესი, ამისთვის საჭიროა დამატებით ფინანსური და სხვა ტიპის ინსტრუმენტების გადაცემა, ისიც რომ ჩვენ მუშაობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე, რათა უფრო მეტი რესურსი ქონდეს მუნიციპალიტეტს ამ პრობლემებს მოსაგვარებლად. საქართველოში არსებული პრობლემების ფონზე მოქალაქეების 87% სოციალურ აქტივობას არ გამოხატავს. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით კი მოსახლეობის 51%-ია კმაყოფილი. სამოქალაქო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში შედეგების გამომწვევ მიზეზებს საუბრობენ. ის რომ მოქალაქეების ჩართულობის პროცენტი არის ძალიან დაბალი, მიმართვიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი, ეს პირველ რიგში არის, როგორც უკვე გითხარით, არაინფორმირებულების დამსახურებაა და რაც ყველაზე მთავარია, ის რომ მოქალაქეებმა არ იციან და არ აქვთ განსაზღვრული ზუსტად საკუთარ უფლებამოსილებები და რაც ყველაზე მთავარია, ნაკლები ინფორმაცია აქვს თავად თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, თუ რა უფლებები აქვთ და თვლიან, რომ კონკრეტული საკითხები, რომლებიც მათ აწუხებს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია და არა ადგილობრივი თვითმმართველობის. ძალიან ბევრი ინსტრუმენტი მოქალაქეების თანამონაწილეობისა გათვალისწინებულია კანონით. ვფიქრობ, რომ ეს ამოწევის თვითმმართველობის ორგანოები გაცილებით ახლოს იქნებიან მოქალაქეებთან, ვიდრე ეს იყო ადრე. რეგიონული განვითარების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგშიცაა გაწერილი. მოამზადოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული პროგრამა 2015-2017 წლებისთვის, რათა განახორციელოს ეფექტიანი მრავალდონიანი პოლიტიკა, მათ შორის ინსტიტუტთა შორისი კოორდინაციის მეშვეობით. გააძლიეროს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და მოახდინოს რეგიონულ განვითარებაში მონაწილე ყველა მხარეს შორის პარტნიორობის კონსოლიდაცია. კვლევა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა მოამზადა. ის 2013 წლის პერიოდს ეხება. მოსახლეობის კმაყოფილების დონის დასადგენად მორიგი ანგარიში 2016 წელს მომზადდება.